განვიხილოთ ჩვენი პრინციპიალური სქემის ყველა კომპონენტი, მათი თვისებები, დანიშნულება და დავაკვირდეთ მათი მოქმედების პრინციპებს. პრინციპიალურ სქემაზე მოცემულია ჩამრთველი, რომლის შეკვრის შემთხვევაშიც დადებითი პოტენციალი მიეწოდება დენის გამყოფს ორი რეზისტორისა და კონდენსატორის სახით, თავად მიკროსხემას, როგორც კვება და რეზისტორის გავლით შუქ დიოდებს. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ორ წითელ სვეტს, რომლებიც მიუთითებენ, რომ გამტარზე მოდებულია დადებითი პოტენციალი. ამათგან ერთ-ერთი მათგანი მიეკუთვნება 9 ვოლტიან მომჭერს. მეორე წითელი სვეტი მიეკუთვნება მიკროჩამრთველის ერთ-ერთ კონტაქტს. ასევე მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ საკმარისია კურსორი მივიყვანოთ რომელიმე გამტარამდე, სისტემა გვიჩვენებს ამ გამტარზე მოდებულ ძაბვას, ამ შემთხვევაში წერია V უდრის 0 ვოლტს და გამტარში გამავალ დენს. ისიც ნაჩვენებია, რომ I უდრის 0 ამპერს. ასევე აჩვენებს რომელიმე კომპონენტზე მიტანისას რა კომპონენტია, კონკრეტულ შემთხვევაში წერია, რომ ეს არის რეზისტორი, რომ მისი ნომერი არის 4, ანუ R4, მასში გამავალ დენს გვიჩვენებს და მასზე მოდებულ სიმძლავრეს გვიჩვენებს. I უდრის 0 ამპერს, P უდრის 0 ვატს. დავუშვათ კონდენსატორზე. გვიჩვენა კონდენსატორის, რომ ეს კონდენსატორია პირველ რიგში, გვიჩვენა მისი ნომერი C1 და მასში გამავალი დენიც. შუქ დიოდზე გამავალი დენი გვიჩვენა, მიკროსხემაზე გვიჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ მის დასახელებას და მის ნომერს. სანამ პრინციპიალური სქემის უფრო დაწვრილებით განხილვას შეუდგებოდეთ, ანუ აღწერდეთ მის ფუნქციონირებას, მანამდე მინდა კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ საკითხს, რის საშუალებებს იძლევა ჩვენი სიმულატორი. ამისათვის საკმარისია გადავიყვანოთ ის აქტიურ რეჟიმში და ჩავრთოთ ჩამრთველი. ჩვენ დავინახავთ, რომ ზემოთ ნახსენები წითელი სვეტები მრავალ ადგილზე გაჩნდა, მათ შორის დავუშვათ აი ამ წერტილში, სადაც უკვე გვიჩვენა, რომ აქ გადის 10 მილიამპერი. ეს დენი იცვლება შესაბამისად, ვინაიდან სხემა ფუნქციონირებს. დავუშვათ აი ამ რეზისტორში გამავალი დენი, ან აი ამ კონდენსატორში გამავალი დენი და ძაბვა, მოდებული ძაბვა, რომელიც იცვლება იმის დამიხედვით, თუ რა ხდება სქემაში. შეგვიძლია ადვილად დავწმუნდეთ, რომ დავუშვათ აი აქ კვების წყაროზე მოდებულია 9 ვოლტი და დენი იცვლება დაახლოებით 16 მილიამპერიდან 25 მილიამპერამდე. გააჩნია სქემაში რომელი ელემენტებია გააქტიურებული. ზემოთ ნაჩვენებია ეგრეთ წოდებული ოსცილოგრამა, რომელიც შეგვიძლია უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, თუ გავზრდით მასშტაბებს, დაველოდებით და დავაკვირდებით მის მუშაობას, სადაც ვხედავთ, რომ ყველაფერი რაც სქემაში ხდება, კონკრეტულად წითელი ფერით ნაჩვენები არის, აი, გვიჩვენებს წერტილებს, საიდანაც იღებს ის პარამეტრებს, წითელი ფერით ნაჩვენები არის ჩვენი ტაიმერის შესასვლელი, ანუ იგივე კონდენსატორის ფირფიტაზე ძაბვის ცვლილება, ლურჯი ფერით ნაჩვენებია ტაიმერის გამოსასვლელზე მიღებული იმპულსები.